Bismillah, alhamdulillah, ala rasulina Muhammad amma ba'd. Assalamu alaykum. მოგესალმებით ვიფას მორწმუნეებო. მუსლიმ საზოგადოების გარკვეული ნაწილისაგან ასეთი სიტყვები გვესმის, როდესაც ვეუბნებით, რომ აღარ ჩაედინო ის საქმეები, რაც უზენაესმა ალლაჰმა აკრძალა და ცოდვა არის, შეასრულო ღვთისმსახურებები, რაც ევალდებოდებათ, ასეთ სიტყვებს გვეუბნებიან, რომ დიდი ხანია ამ დანაშაულს ჩავდივართ. ამის გამო დავისჯებით. Რა აზრი აქვს ჩემს ღვთისმსახურებას უკვე დავბერდი, ასაკში შევედი, ამდენი ხანია არ მინუცია, ახლა რა აზრი აქვს, ასეთი სიტყვები გვესმის. შეიძლება მსგავსი სიტყვები, მსგავსი აზრები ჩვენს გონებაშიც მოვიდეს. მაგრამ ამის შესახებ უზენაესი ალლაჰ თალა ჩვენ რას გვამცნობს, რას გვეუბნება. მინდა ძვირფასი შუამოვალ მუჰამედ სალალლაჰუ ალეიჰი ვესალემს ალლაჰის სალამი წყალობა იყოს მასზე და ძვირფასი ჰაზრეთი ვაშის ალლაჰ იყოს მოყოფილი მისგან მათი დიალოგი საუბარი გადმოგცეთ. უჰუდის ბრძოლის დროს, როგორც მოგეხსენებათ და ვიცით, შუამოვალ სალალლაჰუ ალეიჰი ვესალემის ძვირფასი და საყვარელი ბიძა ჰაზრეთი ჰამზა შეჰიდი გახდა, მოწამედ დაეცა. რა თქმა უნდა, ამის მიზეზი, ვინც შეჰიდი გახადა, გახლავთ ვახში რადიალლაჰ. რა თქმა უნდა, ვახში მანამდე არამუსლიმი იყო. როდესაც ის შეჰიდი გახადა, არ კმარა შეჰიდობა და ორგანოები, ცხვირი, ყური და სხვა სხეულის ნაწილები მოკვეთა. გაუჭრა კერდი და ამოაცალა გულღვიძლი, ასეთი ფორმით იქნა მოკლული შუამოვალის საყვარელი ბიძა ჰაზრეთი ჰამზა. რა თქმა უნდა, როდესაც გარკვეული დროის შემდეგ მექა წარმართებისაგან იქნა გათავისუფლებული, ვახში ტაიფში გაიქცა, თავს შეაფარა. ტაიფელებმაც როდესაც ისლამი მიიღეს, ვახშიმ სხვა ადგილას გადასახდა საცხოვრებლად. მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ შუამოვალ მუჰამედ სალალლაჰუ ალეიჰი ვესალემისაგან წერილს ღებულობს და წერილში ეწერა ასეთი რამ, რომ ის ეპატიჟებოდა ისლამს, ანუ ვახშის ეპატიჟებოდა ისლამს. რა თქმა უნდა, ვახშის ძალიან გაუკვირდა და ეჭვებში ჩავარდა, რომ ნუ თუ მუჰამედს სურს, რომ შური იძიოს საკუთარი ბიძისაგან და ცდილობს, რომ მე შემიტყუოს და დამიჭიროს ონკლას. ეს აზრები მალევე გაუქარწყდა, რადგან იცოდა, რომ მუჰამედ სალალლაჰუ ალეიჰი ვესალემს სიცოცხლეში, მათ ბავშვობიდან, სიკვდილამდე სიცრუე არ ქონდა ნათქვამი და ის ზედმეტსახელად მუჰამედულ ემინ სანდო პიროვნებად იცნობდნენ ხალხი. ამის შემდეგ ვახში წერილს წერს საპასუხოდ და ეუბნება, რომ ey მუჰამედ სალალლაჰუ ალეიჰი ვესალემ, ვინც ღმერთს თანაზიას დაუდგენს, უსამართლოდ ადამიანს მოკლავს, იმრუშებს და სხვა დანაშაულებს ჩაიდენს, ის ადამიანი სამუდამო ჯოჯოხეთში დაიწვება. მე ეს ყველა საქმე ჩავიდინე. შენ როგორ მეპატიჟები ისლამს, როგორ შევიდე ისლამში. ამის სანაცვლოდ, ამ წერილის საპასუხოდ არა შუამოვალ სალალლაჰუ ალეიჰი ვესალემის პასუხი იქნა, არამედ უზენაესმა ალლაჰმა გარდმოულინა აიათი სურა ფურყანის 60-ე აიათი და უზენაესი ალლაჰი ბრძანებს, რომ ეს არ ეხება მათ, ვინც მოინანია, ირწმუნა და სამართლიანად მოიქცევა. მათ აუ საქმეებს ალლაჰი კეთილით შეცვლის, რამე თუ ალლაჰი შემწყნარებელია, მიმტოვებელია. ეს აიათი საპასუხოდ გაუგზავნა შუამოვალ სალალლაჰუ ალეიჰი ვესალემმა. ამ აიათის მიღების შემდეგ ისევ ვახში წერილს წერს და ამბობს, რომ ღმერთი თავის მსახურს რომ ჭეშმარიტ გზაზე დადგეს, შუამავლის მეშვეობით აიათებს უგზავნის. ey მუჰამედ სალალლაჰუ ალეიჰი ვესალემ, რწმენაში შესვლა სიკეთეების კეთება ძნელი საქმე არის. მე ამას ვერ შევძლებ.
მე რომ ისევ დავრჩე წარმართად, როგორც აქამდე ვიყავი. ამის შემდეგ უზენაესი ალლაჰი საპასუხოდ ნისა სურას 42 აიათს გარდმოავლენს. და უზენაესი ალლაჰი ბრძანებს, რომ უეჭველად ალლაჰი არ მიუტოვებს, რომ თანაზიარი გაუჩინონ მას და მიუტოვებს ამის გარდა ყველაფერს, ინებებს ვისაც და ვინც ალლაჰს თანაზიარს გაუჩენს, მაშინ უდიდეს ცოდვას ჩადის. როდესაც ამ აიათს პასუხად მიიღებს ვაჰში, შემდეგ ისევ წერილს წერს და ამბობს, რომ ey მუჰამედ, წმენაში შესვლა ძალიან კარგი არის. ალლაჰი ყველა ცოდვებს პატიობს, მაგრამ მე მაპატიებს თუ არა ჩემს დანაშაულებს, ეს არ ვიცი. ამის სანაცვლოდ უზენაესი ალლაჰი ზუმერ სურა ზუმერის 53 აიათს გარდმოავლენს და ეს ამ აიათში არის, რომ თქვი, ჰეი მსახურნო ჩემო, რომელთაც ზღვარს გადახვედით საკუთარი თავის საზიანოთ, არ მოიწყვიტოთ იმედი ალლაჰის წყალობისაგან. უეჭველად ალლაჰი მიუტოვებს ცოდვებს სრულად, რამე თუ იგია შემდობი წყალობელი. როდესაც ეს აიათი მოევლინება და პასუხად გაუგზავნის, შუამავალ სალალლაჰუ ალეიჰი ვესალემის მეგობრები, ასჰაბები მივლენ შუამავალთან და ეტყვიან, რომ ey ალლაჰის შუამავალო, ჩვენც ვაჰშივით წარსულში ძალიან ბევრი დანაშაული ცოდვები ჩავიდინეთ. ეს აიათი მხოლოდ ვაჰშისთვის იქნა მოვლენილი თუ ჩვენთვისაც. Peygamber Efendimiz sallallahu aleyhi ve sellem'e უპასუხა, რომ არა მარტო ვაჰშისთვის, არა მარტო თქვენთვის, არამედ ყიამეთამდე ყველა ჩემი მიმდევრების მორწმუნეებისთვის იქნა ეს აიათი მოვლენილი. ძვირფასო მორწმუნეებო, რაც არ უნდა ცოდვა გქონდეს ჩადენილი, რაც არ უნდა დრო იყოს გასული. ალლაჰი თაალა ბრძანებს, რომ ლა თაყნატუ მინ რაჰმეტილლაჰ, ალლაჰისაგან იმედი არ გადაიწუროთ. ამიტომ ჩვენი ის ეგო, რომელიც გვეუბნება შიგნიდან, რომ ამდენი ხანია არ გიკითხავს, არ გილოცია, ღვთისმსახურება არ შეგისრულებია, ახლა რაღა აზრი აქვს. ან ამდენი ხანია ცოდვა ჩავიდინეთ, ამის შემდეგ რაღა აზრი აქვს მონანიებას, ეს არის არასწორი შეცდომა. ეშმაკი და ჩვენი ეგო ნეფსი აქედან გვაცნეს. ამიტომ სანამ ჩვენ სული დატოვებს ჩვენს ხეულს, მანამდე რა უნდა ვქნათ, მოვინანიოთ, თოვე გავაკეთოთ, პატიება უნდა შევსთხოვთ რწმელი გულით და უზენაესი ალლაჰი ყველაფრის მიმტევებელია. უზენაესმა ალლაჰმა ჩვენს მიერ ჩადენილი შეცდომები, ნაკლოვნებები, ცოდვები, რაც გვაქვს ჩადენილი წარსულში, უზენაესმა ალლაჰმა გვაპატიოს და მის წინაშე სახე გაბრწყინებული წარსდგომა ყველა ჩვენთაგანს მორწმუნეებს ნასიბი გაგვიხადოს. ელ-ფათიჰა.